მასთან ერთად გაქრება აუცილებლად სიმართლეც და აუცილებლად შეიქმნება ის ინფორმაციული ვაკუუმი, როდესაც მოქალაქეებს არ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გაიგონ იმ ნამდვილი ამბების შესახებ, რომელიც მათ გარშემო ხდება და მათ ეხებათ. თუ არ იქნება სინათლე, იქნება წვდიადი, ოღონდ ეს პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, იმიტომ რომ წვდიადი იქნება მაშინ, თუ მედია არ ილაპარაკებს, თუ მედია არ გააშუქებს და თუ ჩვენ არ ვიტყვით სიმართლეს, საზოგადოებამდე ვერ მივიდათ იმას, რაც ქვეყანაში ხდება, უბრალოდ ჩაბნელდება და საზოგადოება ვერ გაიგებს ძალიან მნიშვნელოვან ამბებს მისთვის. თუ არ იქნება სინათლე, ვერ გაიგებს საზოგადოების დიდი ნაწილი, თუ როგორ ჩაგრავს სისტემა ადამიანებს და სწორედ ამიტომ მედიის დიდი ნაწილი გავაერთიანეთ ძალისხმევები და ამ ფორმით ვცდილობთ, რომ ყველა ჯერზე ვამხილოთ სისტემა და მისი არასწორი გადაწყვეტილებები. თუ არ იქნება სინათლე, არ იქნება თავისუფლება. თუ არ იქნება სინათლე, ჩვენც აღარ ვიქნებით. თუ არ იქნება სინათლე, ვეღარ მივხვდებით და ვეღარ გავარჩევთ რა არის და როგორ გამოიყურება სიბნელე. ეს ზუსტად ამიტომ უნდა გქონდეს სინათლე, რომ მაქსიმალურად შევძლოთ გავარჩიოთ სხვაობას ნეფლსა და სიბნელეს შორის. თუ არ იქნება სინათლე, ვერ გაიგებთ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს, რაც ხდება ამ ქვეყანაში. არავინ არ იქნება, ვინც გააჟღერებს თქვენ ხმას, ვინც ისაუბრებს თქვენ პრობლემებზე, ვინც თქვენს გვერდით დადგება. ამიტომ ყველას ვთხოვთ, რომ ამჯერად მხარი დაუჭიროთ დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიას საქართველოში.